თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ ვსაუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. დღეს ოთხშაბათია, პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი. მე მის წამყვანი თამარ აბრამიშვილი ვარ. ნოტარიუსთა პალატა ახალ პროექტებს ისწრებს. რა ფუნქციები ემატება და რა უნდა ვიცოდეთ მათთან ვიზიტისას. კანონის შეკითხვებს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია უპასუხებს. ქალბატონო ნინო, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმებით, სასიამოვნოა თქვენს ეთერში სტუმრობა. ქალბატონო, პირველ რიგში რომ დავიწყოთ საუბარი, ყველაზე სიახლე დღეს რაც არის, ეს არის ნოტარიუსთა თანაშემწეებთან დაკავშირებით. თქვენ აცხადებთ კონკურსს, აცხადებთ პროგრამას, რომ მათ აიმაღლონ კვალიფიკაცია და გახდნენ სრულფასოვანი წევრები იმისთვის, რომ ნოტარიუსს უშუალოდ გაუწიონ კარგი თანაშემწეობა. აი ამ პროგრამის შესახებ რო გითხრათ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდია ინტერესი ამ მიმართულებით საზოგადოების. კონკურსი გამოცხადდა და უკვე მიმდინარეობს სწავლება ამ მიმართულებით, ანუ ნოტარიუსთა პალატამ ჯერ კიდევ იანვრის თვეში გამოაცხადა მიღება სურველებისათვის, რომელთაც სურთ ნოტარიუსთა თანაშემწის თანამდებობის დაკავება, ან იმ სურველებს, რომლებსაც უკვე უკავიათ ეს თანამდებობა, მაგრამ სურთ გაიღრმავონ ცოდნა ამ სფეროში. ამ მიმართულებით ნოტარიუსთა პალატაში უკვე მიმდინარეობს სწავლება, 40-მდე მსმენელი ყავს დღეისათვის. ისინი გადანაწილებული არიან ჯგუფებში და გადიან სწავლებას, რომელიც შეეხება და მოიცავს სანოტარო სამართლის ძირითად საკითხებს, ელექტრონული რეესტრის და სანოტარო რეესტრის წარმოების წესებს. ისინი სწავლობენ ზოგადად ძირითად მიმართულებებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობებისა და აგრეთვე ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება სწავლება ფსიქოლოგის, რომელიც გულისხმობს კლიენტთან უკეთ მომსახურების სტანდარტების დანერგვას. აი ამ მიმართულებებით ტარდება ლექცია სემინარები ნოტარიუსთა პალატაში ყოველდღიურად და მსმენელები უკვე სადღაც 2 კვირის ვადაში დაასრულებენ ამ სწავლებას და მიიღებენ ჩაბარებენ გამოცდებს და მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს. ქალბატონო ნინო, საინტერესოა ის ფაქტი, რომ არ არის სავალდებულო იურიდიული განათლება, ხო? მე რამდენადაც ვიცი. დიახ. თანაშემწისათვის იურიდიული განათლების ცოდნა აუცილებელი არ არის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ სასურველია. იმდენად რამდენადაც ყველას უწევს მაინც გარკვეულწილად იურიდიულ დოკუმენტ ბრუნვასთან შეხება. და აქედან გამომდინარე სასურველია. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს აუცილებელი მოთხოვნა ნამდვილად არ არის. შემდგომი დასაქმებაზე რამდენად დიდ გავლენას მოახდენს ეს პროექტი? მინდა გითხრათ, რომ ეს პროექტი ჩვენ ჯერ კიდევ 2 წლის წინ დავიწყეთ. პროექტის დამთავრების, უბრალოდ სწავლების დამთავრების შემდეგ ყველა მსმენელი, ვინც წარმატებით ჩააბარებს გამოცდებს, მიიღებს სერტიფიკატს, მოხვდება ბაზაში, რომელიც ნოტარიუსთა პალატას ვებგვერდზე არის განთავსებული და ამ ბაზაში მოხვდებიან ეს თანაშემწეები და უკვე ნოტარიუსი, რომელიც შეეცდება იპოვოს თანაშემწე დამხმარე, სწორედ ამ ბაზიდან მოძებნის შესაბამის კანდიდატურას. ასე რომ ამ ბაზით სარგებლობა უკვე განხორციელდა გასული პერიოდში 17 თანაშემწე დასაქმდა ნოტარიუსთან სწორედ იმ ბაზიდან, რომელიც ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზეა განთავსებული, ასე რომ პერსპექტივა შემდგომი საქმიანობის დაწყებისა ძალიან დიდია. და ქალბატონო ნინო, ბოლო პერიოდში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც იყო ნოტარიუსთან მიმართებაში, სერვისის თვალსაზრისით გულისხმობ, ეს იყო რიგები. მე პირადად რამდენჯერაც ვისარგებლე ამ მომსახურებით ნოტარიუსის, მომიწია რიგში დგომა და რიგის დაცვა და დროს მოითხოვს ძალიან დიდს. ამ პრობლემასთან დაკავშირებით თუ მიმდინარეობს თქვენი მხრიდან მუშაობა და როგორ შეიძლება ეს მოგვარდეს? მე რამდენადაც ვიცი, ონლაინ რეგისტრაციის შემოღებას გეგმოთ, განახორციელეთ თუ არა ეს პროექტი უკვე? მინდა გითხრათ, რომ რიგები მართლაც იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ შემდგომში, როდესაც ნოტარიუსთა რაოდენობამ იმატა, უკვე ფაქტიურად ეს პრობლემა ისედაც აღარ დგას. მაგრამ მიუხედავად ამისა, ნოტარიუსთა პალატამ ასე ვთქვათ, სიახლე შემოვიღეთ, ეს უკვე დაგეგმილია და ფუნქციონირებს ონლაინ ვიზიტი. ეს რას ნიშნავს? თქვენ შედიხართ ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე, სადაც შეგიძლიათ უკვე არის სპეციალური გრაფა, მას ქვია დაგეგმე ვიზიტი ნოტარიუსთან. შეგყავთ თქვენი პირადი ნომერი, გადიხართ რეგისტრაციას და უკვე ირჩევთ სანოტარო ბიუროს, რომელშიც გსურთ მომსახურების მიღება, ირჩევთ თქვენთვის სასურველ დროს
და ეს ვიზიტის შესახებ დაგეგმა ნოტარიუსთან ავტომატურად აისახება მის ელექტრონულ რეესტრში. ანუ უკვე ნოტარიუსი იღებს ინფორმაციას, რომ ამ კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ საათზე კონკრეტული მოქალაქე მასთან არის დარეგისტრირებული გარკვეული სანიტარო მოქმედების შესასრულებლად. ეს ძალიან განტვირთავს, რა თქმა უნდა, რიგებს, როგორც თქვენ ბრძანეთ და მინდა რომ ყველა მოქალაქეს მოუწოდოთ მაქსიმალურად მეტი ინტენსივობით ისარგებლონ ამ სერვისით. იმიტომ რომ როდესაც თქვენ დაგეგმილი გაქვთ კონკრეტული დრო, ნოტარიუსი მას ეთანხმება, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ რიგის გარეშე მიიღებთ მომსახურებას. და ძალიან ხელმისაწვდომი და სასარგებლო სერვისი არის ეს მოქალაქეებისათვის. რაც შეეხება ონლაინ მომსახურებას, აი ონლაინ მომსახურების შესახებ რო გითხრათ, როგორ ვისარგებლოთ და რა სერვისი შეგვიძლია ონლაინ რეჟიმში მივიღოთ ნოტარიუსისგან. ეს საინტერესოა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მინდობილობაზეა საუბარი და პირი არ იმყოფება ქვეყანაში, მას შეუძლია ონლაინ მომსახურების თვალსაზრისით ონლაინ მომსახურებით ისარგებლოს და მიიღოს ეს სერვისი, ან გახადოს მესამე პირი მინდობილი. სხვა ხო არ არის კიდევ სიახლეები მომსახურების თვალსაზრისით? მინდა გითხრათ, რომ ეს ასე ვთქვათ, სიახლე უკვე სიახლე აღარ არის, ვინაიდან რამოდენიმე წელიწადია მუშაობს ეგრეთ წოდებული Skype მინდობილობებს, როგორც უწოდებთ, ანუ როდესაც საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ იმყოფება საქართველოში, ან თუნდაც იმყოფება საქართველოში, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა პირადად გამოცხადდეს სანოტარო ბიუროში, სწორედ ონლაინ სერვისით, ანუ ელექტრონული წვდომის მეშვეობით ახორციელებს მინდობილობის გაცემას. ასე რომ ამ ხრივ ძალიან ხელმისაწვდომი და ძალიან ფართო დანერგილი პრაქტიკა არის. გასული წლის მანძილზე ასეთი სერვისით დაახლოებით 40,000-მდე სანიტარო მოქმედება იქნა განხორციელებული და ამ სერვისით ისარგებლა ანუ 40,000 ადამიანმა. ეს ციფრი მართლაც რომ საკმაოდ დიდია. გარდა ამისა, იგივე ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე ჩვენ გვაქვს ონლაინ კონსულტაციის ბანერი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნოტარიუსთა პალატის იურისტებს და ისინი ონლაინ რეჟიმში გაგიწევენ იურიდიულ კონსულტაციას სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. და ამ სერვისითაც ძალიან ხშირად სარგებლობენ მოქალაქეები, როცა ისინი პირადად არ მოდიან ნოტარიუსთა პალატაში, არამედ ინტერნეტის მეშვეობით უკავშირდებიან პალატის იურისტებს და ონლაინ კონსულტაციას იღებენ მათთვის საინტერესო საკითხებზე. გადაცემაში რეკლამის დრო და რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ საუბარს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კანონის შეკითხვებს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია პასუხობს. რა ვიცით კანონის შესახებ? როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და თავისუფლება? ვიმყოფებით პირდაპირ ეთერში. ჩვენ დღევანდელი თემა ნოტარიუსთა პალატის საქმიანობა და ახალი პროექტები. შეკითხვებს კი პასუხობს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია. ქალბატონ ნინო, ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ და საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ონლაინ მომსახურებასთან დაკავშირებით, ასევე თანაშემწეების გადამზადების პროექტთან დაკავშირებით, თუმცა არ გვისაუბრე უკვე კარგად დიდი ხნის წინ დანერგილ და კარგად აპრობირებულ სერვისებზე, ისეთი როგორიცაა მაგალითად ცესხისა და იპოთეკის დამოწმება. თუმცა არ არის ძალიან დიდი ხნის, მაგრამ საკმაოდ აქტიურად იმუშავებს, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდია მოთხოვნა იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით. რა ეტაპზეა და რამდენად დაზღვეულია ადამიანი მაშინ, როდესაც ნოტარიუსთა ამ მომსახურებით ისარგებლებს, რა უპირატესობა აქვს ამ ყველაფერს? მადლობთ. სწორად აღნიშნეთ, ნამდვილად ეს არის სიახლე, რომელიც 2014 წლიდან ამოქმედდა და იგი გულისხმობდა იმას, რომ კერძო პირებს შორის სასესხო ურთიერთობა, რომელიც სრულდება იპოთეკის ხელშეკრულებით, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. რა უპირატესობა აქვს ამ შემთხვევაში სანოტარო დამოწმებას? როდესაც მოქალაქე მიდის ნოტარიუსთან, მას ვალდებულება ეკისრება, ანუ ნოტარიუს ვალდებულება ეკისრება განუმარტოს მოქალაქეს სრულად და აბსოლუტური, ასე ვთქვათ, განმარტება მისცეს იმის შესახებ, თუ რას აწერს იგი ხელს. რა რისკებია, რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოყვეს მის მიერ დამოწმებულ ხელშეკრულებას, რა რისკის ქვეშ დგას მოქალაქე და მეორე მხრივ გამსესხებლისათვისაც უნდა მოხდეს განმარტება, რა უპირატესობით სარგებლობს იგი, კერძოდ თუ სანოტარო წესით იქნება ხელშეკრულება დამოწმებული, ნოტარიუსს უფლება აქვს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გასცეს საასრულებო ფურცელი და მოქალაქე აღარ მიდის სასამართლოში და პირდაპირ სანოტარო ბიუროდან იღებს შესაბამის საასრულებო ფურცელს.
გარდა ამისა, ყველა ნოტარიუსი ჩართულია ელექტრონულ რეესტრში, უпростоრად საჯარო რეესტრის ავტორიზებული მომხმარებელია. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს ნაცვლად ნოტარიუსი ახდენს ამ გარიგების რეგისტრაციას ცესვთან და იპოთეკასთან დაკავშირებით. ანუ მოქალაქე სანატორო ბიუროდან აღარ უწევს გასვლა და აღარ უწევს სხვადასხვა ინსტანციებში სიარული იმისათვის, რომ შემდგომში ეს გარიგება დაარეგისტრიროს. და მეცაც გეტყვით, დაახლოებით 50-მდე ნოტარიუსი ჩართულია უკვე იმ სერვისში, რომელიც გულისხმობს სანიტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების რეგისტრაციას უშუალოდ ნოტარიუსის მიერ. ანუ გარდა იმისა, რომ ნოტარიუსი აგზავნის საჯარო რეესტრში ამ დოკუმენტებს, თვითონვე ახდენს რეგისტრაციას. ანუ ნოტარიუსებმა გაიარეს ასე ვთქვათ სწავლება, მიიღეს შესაბამისი სერტიფიკატი და მათ რეგისტრატორის ფუნქციებით შეითვისეს. ერთი უპირატესობა, რაც მინდა აღვნიშნო, არის ის, რომ ნოტარიუსს შეუძლია იმავე დღეს 50 ლარის საფასურად, ნაცვლად ვთქვათ 200 ლარისა, ავტომატურად მიიღოს რეგისტრაციის მოწმობა. ასე რომ ძალიან დიდი კომფორტია დროის დაზოგვის თვალსაზრისით და თანხობრივადაც. დიახ. დაცულობის უფრო მეტი არ არის, აი უფრო მეტად დაცული არ არის მოქალაქე ამ შემთხვევაში. გარდა იმისა, რომ ზოგავს თანხას, ზოგავს დროს. ზოგავს თანხას, ზოგავს დროს, ვიღებთ სრულ განმარტებას, ანუ სამართლებრივ კონსულტაციას და მოქალაქეს უკვე ფაქტიურად აქვს ერთ სივრცეში ყველა ეს სერვისი, რაც მის კომფორტს უწყობს ხელს ერთმნიშვნელოვნად. და ქალბატონო, საინტერესოა ასევე ხშირად იყო იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით, რომ კონდათ გაფორმებული ერთთან, მე თაღლითური გზით აფორმებდნენ მეორესთან და იყო ამაზე ხშირად საუბარი და დავაც მიმდინარეობდა, შემდეგ სასამართლოში გადადიოდა ეს დავა. დაზღვეულია თუ არა ამ შემთხვევაში მოქალაქე უკვე ნოტარიუსი იღებს თუ არა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იმ შემთხვევაში თუ მოხდება რაიმე სახის თაღლითური სქემა და ამ შემთხვევაში დაზარალდება მოქალაქე. მე რამდენადაც ვიცი, ნოტარიუსი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც იღებს რისკებს საკუთარ თავზე. კი ბატონო, აბსოლუტურად სწორი შენიშვნა. ამასთან დაკავშირებით მინდა განმარტო. სამწუხაროდ თაღლითები ყველა ქვეყანაში და ყველა დროში არსებობდნენ. მათ კლანჭებში ბევრი ადამიანი მოხვედრილა და სწორედ იმიტომ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თავი, სწორედ ამიტომ უნდა მივმართოთ ნოტარიუსს. უპირველეს ყოვლისა ნოტარიუსი იქვე ავტომატურად ამოწმებს ბაზას საჯარო რეესტრისა და ავტომატურად როგორც კი ხელშეკრულება დამოწმება აგზავნის რეგისტრაციაზე. ასე რომ სხვა ბიუროში მისვლას ვეღარ მიასწრებს მოქალაქე თუ ის თაღლითია და სურს ერთი და იგივე ხელშეკრულება გააფორმოს რამდენიმე ნოტარიუსთან ერთდროულად. გარდა ამისა, პასუხისმგებლობას იღებს ნოტარიუსი, რა თქმა უნდა, და მინდა დამატებით აღვნიშნო, რომ ყველა ნოტარიუსი არის დაზღვეული სადაზღვევო კომპანიაში და იმ შემთხვევაში თუ რაიმე ფორმით მოქალაქეს მიადგება ქონებრივი ზიანი ნოტარიუსის ქმედების შედეგად, თვით ნოტარიუსიც და ამავდროულად სადაზღვევო კომპანიაც აანაზღაურებს ამ ზიანს. ამ შემთხვევაში ნოტარიუსი მართლაც რომ გარანტირებული აქვს მოქალაქეს თავისი თანხის დაბრუნება, იმდენად რამდენადაც არა მხოლოდ ნოტარიუსი, არამედ სადაზღვევო კომპანიაც იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ასეთ შემთხვევაში აუნაზღაუროს მოქალაქეს ზიანი. თუ ასეთი დადგება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ნოტარიუსი არის ერთადერთი, რომელიც საკუთარი ქონებით აგებს პასუხს. დიახ, რა თქმა უნდა და ეს ქონებით არის უზრუნველყოფილი მისი პასუხისმგებლობა, განსხვავებით თქვა საჯარო მოხელეებისაგან, რომლებიც ამ ქონებრივ პასუხისმგებლობას პირადი უშუალო ქონებით არ ატარებენ. ძალიან საინტერესო პროექტია და ალბათ ფონის გათვალისწინებით, რომ ხშირად ყოფილა სხვადასხვა თაღლითური სქემის მსხვერპლი მოქალაქეები ხშირად ისარგებლებენ, იმიტომ რომ დაცულობის ძალიან მაღალი სტანდარტი აქვს იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსთან გააფორმებ მსგავს ხელშეკრულებას. ასევე მინდა კითხოთ ანდერძების თემასთან დაკავშირებით, ანუ რა ხდება ანდერძის მიმართულებით? მე რამდენადაც ვიცი, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ანდერძით მიღებული ქონების ანდერძის გაფორმებასთან დაკავშირებით ექნება გარკვეული პრობლემები. ანუ რა ხდება დღეს კანონი, რას არეგულირებს ამ მიმართულებით? ძალიან საინტერესოა, ამასთან დაკავშირებითაც მინდა ერთი განმარტება გავაკეთო. ნოტარიუსთა პალატამ შექმნა ანდერძების ერთიანი ბაზა. დიახ. ეს ერთიანი ბაზა ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ანდერძი, რომელიც როდესმე დამოწმებულა
რომელიმე ნოტარიუსთან. მეცაც გეტყვით თვითმმართველ ერთეულებშიც, ანუ გამგეობებში, გამგებლებთან, სრულებულებთან და ასე შემდეგ, ყველა ეს ანდერძები მოძიებულია, აღრიცხულია და შეყვანილია ერთიან ელექტრონულ ბაზაში, რომელსაც აწარმოებს და ადმინისტრირებას უწევს ნოტარიუსთა პალატა. ასე რომ თუ თქვენ გსურთ რომელიმე თქვენი ახლობლის, რომელიც გარდაიცვალა, ინფორმაციის მოძიება იმის შესახებ ხომ არ აქვს შემთხვევით რაიმე ანდერძი დატოვებული, რომელიც ადრე შეუძლებელი იყო. დღეისათვის უკვე ავტომატურად ძალიან მარტივად საძიებო სისტემით შეგიძლიათ რამდენიმე წუთში ამ ინფორმაციის შესახებ მიიღოთ სრულყოფილი პასუხი. ეხლა რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, პრობლემა ნამდვილად არ არის. ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა ის, შეუძლია დაწეროს ანდერძი ნოტარიუსთან საქართველოში. ამ ანდერძს ექნება იგივე სამართლებრივი შედეგი და ძალა, რაც ნებისმიერი სხვა ქვეყნის შემთხვევაში და სხვაგანაც რომ დაემოწმებინა. ასე რომ არანაირი პრობლემა არ არის, ერთადერთი იქნება ის, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე არ ფლობს ქართულ ენას, ამ შემთხვევაში ანდერძის შედგენის დროს ნოტარიუსი გამოიყენებს თარჯიმანს დახმარებისათვის. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში და პასუხობდით ჩვენ შეკითხვას და ბოლოს მინდა გითხოთ, უახლოეს პერიოდში ხო არ იგეგმება კიდევ სიახლე ნოტარიუსთა პალატის მხრიდან? ჩვენ ძალიან სერიოზული პროექტი გვაქვს წამოწყებული და იმედია, რომ ეს პროექტი უახლოეს მომავალში განხორციელდება, რაც დაკავშირებულია ისევ და ისევ ელექტრონულ საქმის წარმოებასთან, კერძოდ ელექტრონული ხელმოწერების დანერგვა გვსურს, რაც გულისხმობს მოქალაქეებისათვის, როგორც ელექტრონული ხელმოწერის მიღების საშუალებას, ასევე დოკუმენტების ელექტრონულ ბრუნვას. ანუ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ამ ქაღალდების სხვადასხვა უწყებებში წაღება, მიტანა. იქნება ყველა სანოტარო აქტი ელექტრონულად, ეს დღესაც იქნება, უბრალოდ შემდგომში იბეჭდება ქაღალდზე და ისე გადმოდის მოქალაქეზე, უკვე ეს ელექტრონულად უпростоრად ეს ამობეჭდილი დოკუმენტები აღარ იარსებებს და პირდაპირ იქნება წვდომა და დოკუმენტების გაცვლა სხვადასხვა უწყებებთან. თუ მოქალაქეს დასჭირდება ერთი ეგზემპლარის არსებობა, ასეთ შემთხვევაში ის ამ დოკუმენტს ჩვეულებრივ მიიღებს და ჩვეულებრივ დაამოწმებს უკვე ელექტრონული ფორმით. ასე რომ საკმაოდ ისეთი სერიოზული პროექტია და წარმატებებს გისურვებთ ქალბატონო, უღმესი მადლობა რომ მონაწილეობდით გადაცემაში და იმედს ვიტოვებ რომ სხვა დროსაც ასევე უპასუხებთ რადიო იმედის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა რომ მონაწილეობდით. სვენას შევახსენებ რომ პირდაპირ ეთერში გვერდებოდა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია. ჩვენ დავბრუნდებით მომავალ ოთხშაბათს სხვა თემით და სხვა სტუმართან ერთად. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან და გვისმენთ. თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა.